When you look at this fight, როცა უყურებ ამ ჩხუბს და პირველ ჩხუბს, რა მოხდა განსხვავებული და თუ გაგაკვირვა რამემ დღეს? I guess that. ფიქრობ არა. პირველი ბრძოლის მერე უფრო ტექნიკური იყო ეს ალბათ. როგორც ნახეთ, ვცდილობდი წრეზე მემოძრავა. ყველა მეუბნებოდა, რომ ის კარგად ჭრიდა კუთხეს, მაგრამ კარგი, მაშინ მე მეორე მხარეს ვიმოძრავებ, ან სხვა რამეს მოვიფიქრებ თქო. საბოლოოდ მას უჭირდა ზუსტად ამ მეორე მხარეს მოძრაობა. მინდოდა უფრო მეტი მეჭიდავა. საკმაოდ ძლიერად გამოიყურებოდა ლოპეზი. გილიოტინა ცადე, უბრალოდ სახალისოდ. თუ რაიმემ გამაკვირვა, წინა ჩხუბზე მეტად უფრო ძლიერი მომეჩვენა დიეგო. It seemed like some of those shots. ჭიდაობის მცდელობა, როგორც ჩანდა, საკმაოდ ძლიერი იყო შენი მხრიდან. თუმცა ის ახერხებდა და იცავდა თავს იმაზე კარგად ვიდრე პირველ ბრძოლაში. იყო თუ არა მეტი გრეპლინგი და ჭიდაობის მცდელობა გეგმაში ამ ბრძოლისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდოდა ჩაგვეყვანა ის ძირს. თავარი გეგმა იყო მიგვეღო მინიმალური ზიანი ამ ჩხუბში. 37 წლის ვარ უკვე და არ მჭირდება მეტი ზიანის მიღება. მახსოვს, პირველი ჩხუბის შემდეგ ბევრი ტკივილები მქონდა. მალევე დაბრუნება მინდოდა მაგ ჩხუბის შემდეგ, თუმცა ვერ მოვახერხე ამ ზიანის გამო. საერთო ჯამში ქამრის დაცვა 37 წლის ასაკში, ქამრის შენარჩუნება საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ ქალაქში მეგობრების და ოჯახის წევრების თვალწინ საოცარი შეგრძნებაა. ხედავდი, როგორ სიამოვნებდა გამოსვლის დროს თითოეული მომენტი ოქტაგონამდე. არის თუ არა ძნელი ისეთი მებრძოლი და ადამიანისთვის, როგორიც შენ ხარ, რომ შეცვალო ეს ყველაფერი ოქტაგონში შესვლის შემდეგ და მთლიანი ყურადღება ბრძოლაზე გადაიტანო. იყო დრო, როცა ვეუბნებოდი ჩემ თავს, კარგი, ახლა დაწყნარდი, ბრძოლის დრო მოვიდა თქო, მაგრამ ახლა ისე თავისუფლად ვარ, უსვამ ხოლმე ჩემს თავს კითხვას, ნუ თუ უკვე ჩხუბის დრო მოვიდა. შენ უკვე დააფიქსირე თუ შემდეგი ვინ გინდა. ეს იქნება ლერონსა და მოვსარს შორის გამარჯვებული. მე მარტივად გასაგები ჩემპიონი ვარ. თუ შენ ამას იმსახურებ, შენ შემდეგი ხარ. ახსენეთ, რომ წინა ჩხუბის შემდეგ მალევე გინდოდათ ოქტაგონზე დაბრუნება, თუმცა ვერ მოხერხდა. რას ფიქრობთ, ეხლა თუ მოხერხდება ეს ყოველივე? ფიქრობ ამ ჩხუბში უფრო ნაკლები ზიანი მივიღე. არის კემპში პატარა რაღაცეები, რასაც ყურადღება აქვს მისაქცევი, თუმცა ყველაფერი კარგადაა. ახსენე, რომ განსაკუთრებული მომენტი შექმნა გინდოდა ხალხისთვის. ფიქრობ თუ არა რომ მოახერხე დღეს ეს? უბრალოდ გამარჯვება სიდნიში. ეს ის იყო, რაც ხალხს უნდოდა. საღამოს ბრძოლის ბონუსიც ავიღეთ. თავიდან უნდა უყურო ბრძოლას. ფიქრობ მეტი შემეძლო, თუმცა გამეკეთებინა თუ არა მეტი, როცა უკვე ჩემპიონი ვარ 37 წლის ასაკში და ის არის ახალგაზრდა მეტოქე, რომელსაც ჩემი ქამარი სურს. რამდენად უფრო აგრესიული უნდა ყოფილიყავ? კითხვა ეს არის. რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის ის, რომ ახლა უფრო მეტი საჩემპიონო დაცვა გაქვს ვიდრე ჟოზე ალდოს და შესაძლებელია გახდეს საუკეთესო ამ დივიზიონში. მე არ თვლი ქამრების დაცვას და არ მივსდევ მას. მე მინდა გავაგრძელო მოგებები და მივიღო გასამრჯელო ამის სანაცვლოდ. ფიქრობ საკუთარ ლეგასიზე და არ ვეჯიბრები არც ალდოს და არც არავის სხვას. ჩემთვის მთავარია მოვიგო და ვიყო წარმატებული. მე ოჯახი მყავს, მისახედი. გავაკეთებ ყველაფერს, რომ წარმატებული ვიყო მათთვის. ჩვენ ნახეთ, რომ დიეგოს გაუჭირდა სიარული ბრძოლის შემდეგ. მას ჰქონდა საკმაოდ კარგი ლეგ-კიკები ამ ბრძოლაში. რამდენად დიდი ნაწილი იყო ლეგ-კიკები შენ გეგმაში? ჩვენ ვიცოდით, რომ მას ეს ექნებოდა გეგმაში. მით უმეტეს თუ მე მის ძლიერ მხარეს შევტრიალდებოდი. მეც ვუბრუნებდი უკან. ფიქრობ ბოლო რაუნდი იყო, როცა იტაყში გამარტყა. ეხლაც კი ვიზნობ და ამის შემდეგ დავინახე, რომ მას ეთკინა ფეხი. ფიქრობ ეს მისი წინა ფეხი იყო. ერთი იკონური მომენტი იყო, როცა შენ მას ზევით აღმოჩნდი და ხალხის რეაქციაც გამოჩნდა. რა ხდებოდა ამ დროს შენს თავში? თან ჩხუბის ბოლო წუთები იყო. ვიცოდი, მას უკვე ფინიში ჭირდებოდა. თუნდაც მაშინ, როცა ზურგი ამბიღო, ხალხი ცოტა დაპანიკდა, თუმცა მე საკმაოდ მშვიდად ვიყავ. დარწმუნებული ვარ ჩემს თავში და ესეთ პოზიციებში ბევრჯერ მაქვს დამტკიცებული, ჩემი მან დაფინიშება თითქმის შეუძლებელია. თუმცა ხო, მაგ მომენტში ხალხი გავამხიარულე ცოტათი. შენ გსურს დარჩე აქტიური. ჩვენ ყავს ჟანსივა. არის კიდევ არმან ცარუკიანი, ვისაც სავარაუდოდ სურს ჩხუბი შენთან. იფიქრები თუ არა მათთან ჩხუბზე იმის გამო, რომ აქტიურად დარჩე. როგორც თქვი, მე მარტივად მოსალაპარაკებელი ჩემპიონი ვარ. ნახოთ რა იქნება, გავესაუბრები UFC-ს და ვნახავ რა უნდათ მათ. ფიქრობ რენკინგი არსებობს და ჩვენ უნდა მივყვეთ მას. ვიცი, ბევრი ჩემპიონი არ ფიქრობს ასე, თუმცა მე ასეთი ვარ. არ მინდა ვინმე დაიჩაგროს და არ მიიღოს ის, რასაც იმსახურებს. ამბობ რომ ადვილია შენთან გასაუბრები. ჩვენ ვიცით რომ UFC-ს აქვს ახალი კონტრაქტები. მაინტერესებს შენთან თუ მოვიდა სალაპარაკოთ UFC და შენს თუ გაქვს ეს ახალი კონტრაქტი. რა თქმა უნდა, ამაზე იყო ლაპარაკი. მე ბევრი არაფრის თქმა შემიძლია მეტის, თუმცა კმაყოფილი ვარ ყველაფრით. ადვილი არ იყო სიდნიში ივენთის ჩატარება, თუმცა მაინც მოხერხდა ეს და ამით მე ძალიან მადლობელი ვარ.
You've spent ჩვენ ვნახეთ, რომ ლოპეს მაგარი ყბა აქვს და მისი გათიშვა საკმაოდ ძნელია. რა სიტყოდი ორი სიტყვით მის გამძლეობაზე? Just got that chin. რა უნდა ვთქვა, ის საკმაოდ გამძლეა, თუმცა საკითხავი ისაა, კიდევ რამდენი ხანი იქნება ეს ასე. თუმცა მან შეცვალა თავისი გეგმა პირველი ჭუბის შემდეგ. ფეხით დარტყმებსაც უფრო მეტად იყენებდა და ცდილობდა ჩაეჭრა ჩემი მოძრაობები. ასევე ტეიქდაუნის სცადა. მთლიანობაში კარგად იმუშავა. უბრალოდ ფიქრობ ცოტა უიღბლოა ორჯერ ზედიზედ მე რომ მეჩხუბა კამრისთვის. ცუდად არ გამიგოთ, თუმცა მე ვიცი რა როგორ უნდა გავაკეთო ოქტაგონზე. სხვას ბევრს არ შეუძლია გააკეთოს ის, რასაც მე ვაკეთებ 25 წუთი ოქტაგონში. ბევრს არ შეუძლია შეასწორონ შეცდომები ისე როგორც მე ვაკეთებ ამას. მას რომ ეჩხუბა 10 რაუნდი სხვასთან, ბევრად მეტი შანსი ექნებოდა კამრის მოპოვების. ის კიდევ ახალგაზრდაა და დარწმუნებული ვარ დაბრუნდება და ექნება შანსი კამრის მოპოვების. and we've seen you ჩვენ უკვე გნახეთ კულისებში ლუდით აღნიშნავდით მოგებას. ისე ჩანს რომ უკეთეს მდგომარეობაში ხარ ბრძოლის შემდეგ წინა ბრძოლასთან შედარებით. აპირებ თუ არა დღეს მეგობრებთან და ოჯახთან ერთად გამარჯვების აღნიშვნას. Yeah. რა თქმა უნდა, წინა ჯერზე დიდი ტკივილები მქონდა. დღეს აღნიშნავთ გამარჯვებას, რამდენიმე კვირას დავისვენებ და დავბრუნდები უკან თამაშში. Your legacy is შენი ლეგასი უკვე დამტკიცებულია და საუკეთესო ხარ ფეზერვეითის დივიზიონში. მინდოდა მელაპარაკა თუ რას ნიშნავს შენი სახელი როგორც ავსტრალიელი სპორტსმენი. როცა ამ სიტყვას ვახსენებთ, ავტომატურად შენი სახელი ჩნდება. რას ფიქრობ ამაზე, რომ შენი ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენი ხარ? Man, look, I don't. მე მაინც ასე არ ვუყურებ. მე უბრალოდ ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს და ხალხი ამაზე რომ ლაპარაკობს, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის. მე არ დავждები და ვისაუბრებ. აი აქ უნდა ვიყო მე, ან იქ უნდა ვჩანდე. ხალხმა თავისით გადაწყვიტოს ეს. მე კი თავს დალოცვილად და მადლობელად გრძნობ. your next fight. ჯერ არ ვიცი შენი შემდეგი ბრძოლა როდის იქნება. თუმცა რამდენად შეეცდები რომ დაბრუნდე და ისევ ავსტრალიაში გამართო სატიტულო ბრძოლა, სანამ კარიერას დაასრულე. I mean, რა თქმა უნდა ძალიან მაგარი იქნება კიდევ ერთხელ ჭუბი ჩემს ქვეყანაში. ფიქრობ UFC-ს მოსწონს აქაურობა და არ იტყვიან უარს აქ დაბრუნებაზე. ნახოთ რა იქნება. In the third Max fight, მესამე მაქსის ჭუბში საბოლოოდ წერტილი დასვით თუ ვინაა საუკეთესო მებრძოლი. ლოპეზის მეორე ჭუბშიც იგივე გააკეთა. რა ხდება რემატჩებში შენთვის, როცა სრული დრო გაქვს მოსამზადებლად? როგორ ახერხებ, რომ ასწორებ შეცდომებს და საბოლოოდ გამარჯვებული რჩები? just, I don't know, man. ზუსტად ესაა ის, რაც განმასხვავებს სხვა მებრძოლებისგან. ყოველთვის ვამბობ, რომ მე არ ვარ ყველაზე ათლეტური მებრძოლი მსოფლიოში, მაგრამ მაქვს ყველაფერი იმისთვის, რომ ვიყო საუკეთესო. მე ვარ ის პიროვნება, რომელიც არასდროს გაურბის გამოწვევებს. არ არსებობს არანაირი წარმატების საიდუმლო. მე ვარ ის ადამიანი, რომელიც გააკეთებს იმას, რასაც სხვა ადამიანი გაურბის. იმიტომ რომ მე ამას ვაკეთებ ყოველდღე. იქნება ქაოსი. ბევრი ადამიანი ვერ უძლებს ქაოსს. მე ძალით ვქმნი ქაოსს ჩემ თავს. ეს ჩემთვის ნორმაა. მე ამას მიჩვეული ვარ. ასე რომ, როცა რემატჩი მოდის, ეს იმას ნიშნავს, რომ მე ამოცანა მაქვს ამოსახსნელი და მთელი მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში მის ამოხსნას ვცდილობ. You've touched on your შენ შეეხე შენ სასაკს რამდენიმეჯერ. რამდენად შეიცვალა შენი მომზადების სტილი, რაც დრო გავიდა? Yeah, I mean, რა თქმა უნდა, ის შეიცვალა. მე არ ვიქნებოდი აქ, რომ არ ყოფილიყავი ის, ვინც ვიყავი აქამდე. რომ არ გამეარა ის დაბრძოლებები, რაც გავიარე. მე ისევ ვაკეთებ ამ ყველაფერს საკმაოდ კარგად ჩემი ასაკისთვის. თუმცა, რა თქმა უნდა, ისე არა, როგორც მაშინ. ვცდილობ ვიპოვო და შევინარჩუნო იდეალური ბალანსი. მე საუკეთესო გუნდი მყავს გვერდში, მწვრთნელებიდან დაწყებული გუნდელებით დამთავრებული. ეს ძალიან აუცილებელია. ხანდახან ადამიანს გონია, რომ ყველაფერი თავად შეგიძლია, თუმცა აუცილებელია, რომ გუნდს დაუჯერო. ზოგჯერ თვითონ ხარ საკუთარი თავის მტერი და როცა გონია კარგს აკეთებ შენი თავისთვის, სინამდვილეში წარუმატებლობა მოგაქვს. ამისთვისაა გუნდი, რომ ესეთ მომენტებში გითხრან სიმართლე. ზუსტად ესაა იმის მიზეზი თუ რატომ ვარ ასეთი წარმატებული და ვაკეთებ ამას ისევ 37 წლის ასაკში, თან ესეთ დონეზე. speaking of it, როცა ვლაპარაკობთ გუნდზე, აღსანიშნავია, რომ შენ დიდი მეოჯახე ხარ. შენს პენსიაზე გასვლაზე ბევრი ლაპარაკობს ამ კვირაში. შენ ნათლად დაადასტურე, რომ ჯერ არ აპირებ პენსიაზე გასვლას, თუმცა საინტერესოა, როგორ მიდის საუბრები ამ ყოველივეზე ოჯახის შიგნით. right, like, that's what I mean, like, მინიმალური ზიანი, როგორც თქვი. ცოტა მაინც დავზიანდი, თუმცა თავს კარგად ვწნევ. ეს ერთადერთი რამაა, რაზეც ნერვიულობ. არ მსურს ჩემმა ოჯახმა ნახოს, როგორ ვიღებ დიდ ზიანს. ამაზე იქნება დამოკიდებული ჩემი პენსიაზე გასვლა. ჩემ გეგმებში არ იყო პენსიაზე გასვლა ამ ბრძოლის შემდეგ. ბევრ ადამიანს ეგონა, რადგან სიდნიში ვარ, აქვე დავამთავრებდი, თუმცა არა. კიდევ ერთხელ ვამბობ, თავს კარგად ვგრძნობ. ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას და ვნახოთ მომავალში რა იქნება. I just want to get your response. ჟან სილვამ თქვა, რომ კემს გაივლის ილია თოფურიასთან ერთად, რომ აიღოს მისგან რჩევები და მარტივად დაგამარცხოს. რას ფიქრობ ამაზე? oh, he said that? არ ვიცი, მე ვფიქრობ ის ცოტათი გაბრაზებული იყო იმის გამო, რომ რუფი მომზადება ჩემთან ერთად გაიარა. რუფი ძალიან კარგი ადამიანია. ჩვენ მენეჯმენტის საშუალებით დაუკავშირდით ერთმანეთს. ვფიქრობ ჟან სილვამ ეს გულთან ახლოს მიიტანა. არ ვიცი, ვფიქრობ ეს არ არის სამართლიანი.
არ ვიცი ის რატომ გაიბუდა ასე. ჩვენ იღბლიანები ვართ, რომ ამ კვირაში ვიხილეთ რუფის ჭუბი. რომ იცოდეთ იმის ნახევარი მაინც ამ დღეებში რაც მან გადაიტანა, წესით აქამდე არც უნდა მოეღწია. კვირის დასაწყისში ისეთი მაღალი სიცხეები ჰქონდა, არ ვიცოდი წონისკლებას როგორ შეძლებდა. ამას გარდა დღესაც დიდი პრობლემები ჰქონდა. რაღაც მომენტში მოძრაობასაც კი ვერ ახერხებდა. თუმცა მან ეს გადაალახა და გააკეთა ის, რაც გააკეთა. თან ვისთან ხო? ბიზიებთან. ეს ნამდვილად გასაოცარი იყო, რაც მან მოახერხა და პატივისცემა მას ამისთვის. He had his one moment. მას ჰქონდა ერთი მომენტი მესამე რაუნდში, სადაც გაგიტარა სუფთა დარტყმა. შეგიძლია გითხრა რა ხდებოდა მაშინ შენს თავში? I was alright. კარგად ვიყავი, ყველაფერი კონტროლის ქვეშ იყო. განმეორებაზე ვნახე და ოდნავ შემაქანა. ფეხებში ჩავიკეცე წამიერა, თუმცა ყველაფერი რიგზე იყო. მახსოვს ვიგზენი დარტყმა, თუმცა ბევრი არც მიფიქრია ამაზე მეტი. უბრალოდ გავაგრძელე, რასაც ვაკეთებდი. And then do you რამდენად რეალური გონია არმანის მიერ შენი გამოწვევა ორთაბრძოლაში? it's just part of Nah, I his think nah. არ ვიცი, ის ძალიან მაღალი არ არის, თუმცა 155 პაუნდისთვის მაინც დიდია. არ ვარ დარწმუნებული თუ შეძლებს ჩემს წონაში ჩამოსვლას. თუმცა ისევ ვამბობ, ყველა მიცის რომ ნებისმიერ შევებრძოლები ნებისმიერ ადგილზე. რა თქმა უნდა, ის დიდი გამოცდა იქნება ჩემთვის, თუმცა მის ამ გამოწვევას სერიოზულად ვერ აღვიქვამ. მე მყავს ორი რეალური სავარაუდო მეტოქე, მოუსარი და ლერონი. მომავალში ჩემი ყურადღება მათზე იქნება მინიჭებული. ასე რომ სანამ ვინმე არ დამელაპარაკება ოფიციალურად არმანზე, მანამდე მას დიდ ყურადღებას არ მივაქცევ. I'm not going to pay too much attention to that till I know it's serious. and who do you think რას ფიქრობ, ვინ დარჩება გამარჯვებული ლერონ მორფსა და ევლოებს შორის? Lerone Murphy. ფიქრობ, მოუსარი შეძლებს ლერონის გაკონტროლებას. ის წესით მეტად ძლიერია მასზე, თუმცა ვფიქრობ საინტერესო ჭუბი გამოვა. ლერონი თუ შეძლებს რომ კარგი გეგმით გამოვიდეს და თავის დისტანციაზე დატოვოს ეს ჭუბი, შეძლებს გამარჯვებას, თუმცა თუ გინდათ რომ არჩევანი გავაკეთო, მგონია რომ მოუსარი გაიმარჯვებს. There's been so much talk about your legacy. ბევრი საუბარი იყო თქვენს ლეგასიზე. როგორც ვთქვით, რომ ხალხს თავი დაამახსოვროთ, როგორც მებრძოლი, ასევე უბრალო ადამიანი სპორტის გარეთ, როცა ეს ყველაფერი დამთავრდება. Just a good dude, man. უბრალოდ კარგი ტიპი. ეს ისაა, რითაც ყველაზე მეტად ვამაყობ. ხალხი მეკითხება თუ რა არის ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა. მე კი ვამბობ არ ვიცი, ძნელია საკუთარ თავზე საუბარი, თუმცა ფიქრობ ამ დროის განმავლობაში არ შევცვლილვარ. ახლაც ის ვარ, ვინც ვიყავი კარიერის დასაწყისში და მე ვამაყობ ამით. ხანდახან მავიწყდება კიდეც რომ ჩემპიონი ვარ. ბევრი ადამიანი კარგავს თავის თავს ამ თამაშში, მაგრამ მე ვამაყობ რომ მათ შორის არ ვარ.